კი არსებულ ვითარებას ვენეციის კომისიას და არ მოეწონათ. ეგრეა ნამდვილად. პირველ ყოვლისა კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა და მზადება არჩევნებისათვის. ეს გამოიხატება პარტიის აქტიურ მუშაობაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ეს გამოიხატება ყრილობისათვის მზადებაში და გამოიხატება ხელმოწერების შეგროვებაში, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო. პარალელურად მე გუშინ დავიწყე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ელჩებთან შეხვედრა. გუშინ მქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, დღეს საფრანგეთის ელჩთან უკვე და მექნება გერმანიის ელჩთან შეხვედრა და ეს შეხვედრები გაგრძელდება, რათა არა მარტო ჩვენი საზოგადოების ყურადღება გავამახვილო ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, არამედ ჩვენი მეგობრების წინაშეც. ვითარება კი ძალიან რთულია, რაც დიპლომატებსაც ძალიან კარგად ესმით და ლაპარაკი ქვეყნის დემოკრატიულობაზე სრულიად ზედმეტია იმ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ასევე უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ თურმე საქართველოს საშინაო საქმეებში არ უნდა ერეოდეს ვენეციის კომისია და ვენეციის კომისიას არ ეკითხება არავინ საქართველოში რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ. საშინაო საქმეებში, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ვენეციის კომისია, ეუთო და მსგავსი ორგანიზაციები არიან მოწოდებული იმისათვის, რომ ქვეყანას მიუთითონ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული გზიდან გადახვევას იწყებს. ჩვენ კი დემოკრატიული განვითარების გზიდან კარგახანია უკვე გადაუხვიეთ, რაც გამოიხატება სასამართლო პროცესებში, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს აბსოლუტური დაქვემდებარება უნდა ბიძინა ივანიშვილს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არჩევნების აბსოლუტური გაყალბება ხდება და მანიპულირება და გამოიხატება კიდევ ძალიან ბევრ სხვა თემაში. რაღა უნდა მოხდეს მეტი, როდესაც ეუთოს საგანგებო წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები პრაქტიკულად შოკის მომგვრელი იყო. მე მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს იმას, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საარჩევნო გარემოს ნაწილიც არის მათ შორის მოსამართლეების და სასამართლო სისტემის ადეკვატურობა და დაუმორჩილებლობა ერთი პირის ან ხელისუფლებისადმი და რეალური დამოუკიდებლობა, თუ ეს ყველაფერი არ იქნება გათვალისწინებული და არჩევნები კვლავ გაყალბდება, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილიზაციის გზით წავა და აუცილებლად ეს დესტაბილიზაცია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას და ამაზე პასუხისმგებელი პირადად ივანიშვილი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ვმუშაობთ, ვემზადებით არჩევნებისათვის, ვცდილობთ, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ ვინმე დააპირებს კიდევ ჩვენთვის ხმების წართმევას, ამაზე ნამდვილად არ გავჩუმდებით. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ნუ უკეთებთ იგნორირებას საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებზეც ამდენს ლაპარაკობთ და ატყუებთ ხალხს, რომ ქვეყანა ევროპული დემოკრატიის მსგავსად გინდათ ააშენოთ. გაითვალისწინეთ ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ეს არ არის სავალდებულო ძალის, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ქვეყანა ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, ის თავად ირჩევს გზას არა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნისას, არამედ ქვეყნისას, რომელსაც ერთი პირი და ოლიგარქი მართავს. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, არჩევა პრაქტიკულად დღევანდელი პარლამენტის მიერ იქნება სრული პოლიტიზაცია ამ პროცესის. ივანიშვილი ისედაც საკმარისად აკონტროლებს სასამართლოს და ამაზე ლაპარაკობდა თუნდაც 2016 წელს ჩვენი განუხილავი 700 საჩივარი, როდესაც 700 საჩივრიდან ერთიც კი არ განიხილა სასამართლომ. ეხლა ივანიშვილს ესმის, რომ 2020 წლის არჩევნები მას წაგებული აქვს. ეხლა ის ცდილობს, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისათვის მას არა მარტო CSKO, არა მარტო საარჩევნო კომისიები, არამედ სასამართლოც სჭირდება. პარალელურად ჩვენს ყურამდე მოდის ინფორმაციები ძალიან მძიმე მოლაპარაკებების და გარიგების თაობაზე, მაგრამ ამაზე მე სხვა ბრიფინგზე ვილაპარაკებ, როდესაც უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მექნება. გარწმუნებთ ბატონო ბიძინა,
ვერ გააკეთებთ არჩევნებზე 2020 წელს იმას, რაც გააკეთეთ 2016 წელს. ვერ გააყალბებთ ამ არჩევნებს, ვერ მოახდენთ პარლამენტის დაკომპლექტებას და ხელისუფლების შენარჩუნება, გადაბარებას ისე, რომ მხოლოდ საკუთარ გარანტიებზე იფიქროთ და თუ ამას დააპირებთ, უმძიმეს შედეგებს მიიღებთ. ძალიან არ მინდა, რომ ეს მძიმე პროგნოზები გამართლდეს. დიდი მადლობა.